ახლა სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ ფილოსოფოსი ზაზა შათერიშვილი და მასთან ერთად უნდა ვისაუბროთ იმ პროცესებზე, რომელიც ახლა ქვეყანაში ვითარდება, ერთგვარად გავაანალიზოთ რა პროცესთან გვაქვს საქმე და რა ნიშნულზე იმყოფება საქართველოს. მოგესალმებით. საღამოშიდობსა და უნდა შევახოთ შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობას. დღეს პრემიერ-მინისტრმა თავის ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლის დროს ბუდაპეშტში თქვა, რომ აი ამ ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვნად ასახავს იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა Deep State-სა და დონალდ ტრამპის შორის. აი ვინ გაიმარჯვებს, ეს ახსნის საბოლოო ჯამში როგორი იქნება ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. აი ამ ბრძოლაზე რას ფიქრობ და ახლა რა ეტაპია, საით იხრება ასე ვთქვათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან საინტერესო შეკითხვა. მოდით ცოტა გავამარტივოთ და იდეოლოგიურ და ღირებულებით პლანში გადავიტანოთ. იმიტომ რომ ესეთი ტერმინები როგორც არის გლობალური ომის პარტია, Deep State და ასე შემდეგ, მაინც არის ოპერაციონალისტური, ან იგულისხმება რაღაცა ინსტრუმენტები, მთავარი არის ღირებულებები, რომელიც პირდაპირ დევს რო იტყვიან ზედაპირზე. და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ხა სულ ბოლოს ჩვენ როდესაც ერთმანეთს შევხვდით იყო ფრანცისკოს დაკრძალვა და აი სწორედ ამ თემებზეც ვლაპარაკობდით იდეოლოგიური საკითხები, შემდეგი პაპი, რამდენად მნიშვნელოვანია ღირებულებითი მომენტი, იდეოლოგიების ბრძოლა და მე ესე ვიტყოდი, რომ ალბათ თუ კი პირველი მსოფლიო ომი ეს იყო ბრძოლა ვთქვათ ასე ნაციონალიზმის შორის მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, რომლის ქვეშაც გეოპოლიტიკა იმალებოდა. დღეს ზედაპირზე არის გეოპოლიტიკა, ხოლო სიღრმეში არის ღირებულებითი დაპირისპირება. ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ღირებულებით დაპირისპირება ერთმანეთს ებრძვის ორი პროექტი და ამიტომ არის ბრძოლის ველი ევროპა. ფეოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი ამბობდა, რომ ღმერთს ებრძვის ეშმაკი და ამ ბრძოლის ველი არის ადამიანის გული. მე ესე ვიტყოდი, რომ ორი პროექტი ებრძვის ერთმანეთს, ახალი ანთროპოლოგია და ვთქვათ ასე ტრადიციული ღირებულებები, ან ვთქვათ ასე კლასიკური ანთროპოლოგია და ბრძოლის ველი არის ევროპა. და სწორედ ერთიანი ევროპა პროექტი, რომელიც სხვათა შორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩაიფიქრეს მეორე მსოფლიო ომის დროს სამმა ქრისტიანმა პოლიტიკოსმა, რომელიც ორი მათგანის პროცესი ბეატიფიკაციის უკვე დაწყებულია რომის ეკლესიის მიერ. კერძოდ ლაპარაკია რობერ შუმანსა და კონრად ადენაუერზე და მესამე ალჩიდე დე გასპერია. იდეა იყო სწორედ ქრისტიანული ევროპა, აი 12 ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც არის ევროკავშირის დროშაზე, ეს არის ღვთისმშობლის გვირგვინი, რომელიც დღეს დავიწყებულია, ძალიან ბევრი მარიცის რო რა არის ეს ღერბი. აქედან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, რომ ერთმანეთს ებრძვის ორი პროექტი, ორი ევროპა. დღეს სხვათა შორის პრემიერ-მინისტრმა ძალიან ზუსტად აღნიშნა, რომ ორი დასავლეთი, კლასიკური დასავლეთი და დასავლეთი, რომელიც ლაპარაკობს ესე ვიტყოდი, ახალ გლობალურ პროექტზე, ახალი ადამიანის, ახალი სოციუმის ფორმირებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ორი პროექტი ერთმანეთს ეჯახება, ეს არის ანთროპოლოგიური სამოქალაქო ომის მდგომარეობა. ეს შეიძლება არ არის სამოქალაქო მდგომარეობა პირდაპირ გაგებით, შეიძლება გარკვეული აზრით უკრაინის პროქსი ომიც მაინც ჯერ კიდევ არ არის ეს ვთქვათ გლობალური ომი, არ არის მესამე მსოფლიო ომი, ჯერჯერობით ღვთისწყალობით და მე იმედი მაქვს, რომ არც გადაიზრდება, მაგრამ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი პროექტი ახალი ანთროპოლოგიური და კლასიკური ყველგან ებრძვის ერთი მეორეს. ეს კონსერვატორების აღმასვლას როგორ აფასებ? დღეს ისინი ამბობდნენ, რომ საზეიმოდ აქვს საქმე, იმიტომ რომ აი ტრამპის ცუნამი მოდის, პრაქტიკულად უკვე მოაღწია ევროპას და სერიოზული ძალები იყვნენ წარმოდგენილი. ის რა არის, აქ არის კიდე ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ეს ზედაპირზე არ ჩანს, ან შეიძლება ჩვენ ისეთ ყურადღებას არ ვაქცევთ. არის კიდე უფრო პროგრესული პროექტი, რომელიც რაღაცა საოცრად უკავშირდება არქაიკა და აბსოლუტური
პროგრესისტული ორი ძალა ძალიან რაღაც უცბად დაუკავშირდა ერთმანეთს და შეიძლება ამას ჩვენ არ ვაქცევთ ესეთ ყურადღებას. მე გულისხმობ ილონ მასკისა და ტრამპის კავშირს. ილონ მასკი, რომელიც ლაპარაკობს ამ ტექნოლოგიურ утопияზე სხვათა შორის რომ რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდება ამდენი და ამდენი რობოტი რომ გაქრება უამრავი პროფესია რომ ადამიანი უბრალოდ დაფიქსდება თავის შინაგან განვითარებაზე და არა ხელიჩრომაზე ადამიანი რომელიც ფიქრობს კოსმოსზე და ახალ კოსმოსურ პროექტზე რომ ადამიანი მოწყდება დედამიწას და გადავა ახლო კოსმოსში, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვართ ესეთი ტექნოლოგიური გარღვევის წინაშე, სწორედ ჩვენ გვჭირდება კლასიკური ადამიანი. კლასიკური ადამიანი თავისი კლასიკური ღირებულებებით. ადამიანი შეიძლება მოწყდეს დედამიწას, მაგრამ ის ყოველთვის უნდა დარჩეს ადამიანად თავისი ანთროპოლოგიური განზომილებით, რომელმაც იცის რა არის სიკეთე და ბოროტება. აი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ არა მარტო საკუთარი თავის მართვას, არამედ ახლო კოსმოსის მართვასაც. კი ბატონო, რო დაუბრუნდეთ საქართველოს მომენტს, თქვენ საუბრობდით იდეოლოგიურ ომებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ერთგვარად, რომ როგორც მიწის დრო შემდეგ ბიძგები ვრცელდება, აი დაახლოებით ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა და ეს ბიძგები აღწევს ჩვენამდე და ის პოლიტიკური პროცესი, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამის გამოძახილია? ძალიან კარგი ანალოგია, აბსოლუტურად გეთანხმებით. ზუსტად მე ესე ვიტყოდი, რომ მართლაც ამისი უფრო მეტსაც ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მთავარი უკვე მომხდარია. ჩვენ თვალს ვადევნებთ მის შედეგებს და ძირითადი ხდომილება, რომელსაც უკვე განსაზღვრა ისტორიული პროცესი, მე ესე ვიტყოდი, რომ უკვე მოხდა. ანუ უყურეთ რა არის, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ისტორიაზე, შევქცევადობაზე, ისტორიის ვექტორზე, ხო? არის რაღაცა გარკვეული ტიპის ფაქტები, რომელთაც აქვთ ისეთი შევქცევადი მნიშვნელობა. აი საქართველოს დამოუკიდებლობა თავის დროზე ამბობდა მერაბ მამარდაშვილი, უკვე მოხდა, ეს ის არის უკვე გავარდა. და შეიძლება ითქვას, რომ 33 წელი მოვანდომეთ იმას, რომ დაგვენახა რას ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ამაზე მე ვიტყოდი, რომ აი ძირითადი ფაქტი უკვე მომხდარია და აი აბსოლუტურად მართლა ძალიან კარგი ანალოგია ძალიან მომწონა ჩვენ თვალს ვადევნებთ მეორეულ მესამეულ მეოთხეულ ბიძგებს. როდესაც აკვირდებით ჩვენს საზოგადოებას, დაიწყო თუ არა ხალხმა გაცნობიერება იმისა, რა არის მართლაც ეროვნული ინტერესი, რა არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ აწლევლების განმავლობაში რაღაც თავსმოხვეული აღქმებით დავდიოდით ორიენტირები და ჩვენი ადგილის გაცნობიერება ამ სამყაროს ხელშეც აი ხა უნდა გავიხსენო ისევ მარსელ პრუსტი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იდეა იყო ზოგადად ადამიანის მიერ რეალობის სწორად აღქმა, მისი ადგილი, საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, ხო და ლიტერატურულ პროცესსაც ის რაღაც ინსტრუმენტად აღიქვამდა ამ რეალობის გაცნობიერებას. ახლა ცოტა კოლექტიური ჭრილში რო გადავიტანოთ ეს ჩვენ ვართ ამ პროცესში, რომ ჩვენს ეროვნულ მართლაც მნიშვნელოვან ინტერესებს უკვე რაციონალურად ვაცნობიერებთ. ძალიან პრუსტის მოხმობა მე მგონი აბსოლუტურად როგორც თვითონ პრუსტი იყო და იყო აპყოპო, ანუ ზუსტი და თანადროული. რეალობის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ რაღაც გარკვეული მექანიზმების მეშვეობით, აბსოლუტურად მართალი ხართ. პრუსტისთვის ეს იყო წერა, რომანის წერა. მე საკუთარ თავს ვხედავ რაღაც გარკვეული მეხსიერების მანქანების მეშვეობით, ეს უკვე მამარდაშვილის ანალოგია. ან გარკვეული დიდი ნარატივების მეშვეობით, ან ისტორიის როგორც გარკვეული სტრუქტურის და ბედისწერის რაღაც გარკვეული გაკვანძულობის მეშვეობით, როდესაც მე როგორც სარკეში ვხედავ საკუთარ თავს. და მაშინ რაღაცა მოვლენა უკან კი არ არის წინ, რომელიც მე მაჩვენებს ჩემს რეალურ ადგილს. აი, როდესაც მე ვიცი ჩემი რეალური ადგილი, ყბადაღებული ფრაზა ჩერჩილის, ხო? მაშინ მე უკვე შემიძლია განსაზღვრო გარკვეული ალგორითმი, როგორ უნდა მოვიქცე პრაგმატულად აი ამ სიტუაციაში. ანუ, როდესაც მე ჩემი ადგილი ვიცი, მე შემიძლია უკვე განსაზღვრო როგორც ტაქტიკა, ასევე სტრატეგია და პრაგმატიკაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც მე დავინახავ, ვინ ვარ მე სინამდვილეში.
კი ბატონო, ერთგვარად რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და გამოვეხმაუროთ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება და რომელსაც ხშირად საქართველოში სწორედ ასე მოიხსენიებენ, რომ deep state-ის ბრძოლა და ბრძოლის ველი, დღეს თქვენ ისაუბრეთ მათ შორის ერთ-ერთ ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე, როცა ინტერპოლმა ბაჩიაშვილის ძებნა შეაჩერა წითელი ცილყურარიდან. აი, ამ პროცესს როგორ აღწერდით ზოგადად, როგორ ახსნით, რომ მაგალითად ბაჩიაშვილის შემთხვევა იყო იგივე საყოფილი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი და ბევრი სხვა. ანუ რა პროცესთან გვაქვს საქმე ზოგადად უფრო გლობალურ ჭრილში რომ მიმოვიხილოთ? ალბათ იცით რა პროცესთან გვაქვს საქმე, რაც მართლა ცივილიზაციური რღვევის თუ გარდატეხის, იმიტომ რომ ის ინსტიტუციები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმა და ფუნდამენტურ ინსტიტუციებზე შეიძლება ამის თქმა, რომლებიც გვეგონა რომ არიან ნეიტრალურები და მიუკერძოებლები, აღმოჩნდა რომ არ არიან ნეიტრალურები და მიუკერძოებლები. რის ნიშანია ეს? იცით რის ნიშანია, როდესაც ხდება ესეთი ამ ტიპის ცივილიზაციური გარდატეხა, ის რაც ჩვენ გონია ისეთი ინსტიტუციებიც კი რომლებიც ჩვენ გონია მარადიულები თითქოს კარგავენ საკუთარ იდენტობას და აი მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ დავინახოთ რა არის ფუნდამენტური, რა არის პირველადი, რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ანუ მე ესე ვიტყოდი რომ ალბათ გახსოვთ ერთი ესეთი სტატიაც იყო ჩემი მხრიდან ტრამპთან დაკავშირებით, რომ არ უნდა გქონდეს ესეთი მოლოდინები, ხო, არ უნდა ხო, მე ესე ვიტყოდი, რა არის განმანათლებლობა? კანტმა ამ შეკითხვას ესე უპასუხა, ეს არის მოწიფული მდგომარეობა, როდესაც მე ვაზრუნებ გარეგანი ავტორიტეტების გარეშე, როდესაც მე თვითონ საზღვრავ ჩემი კრიტიკული აზროვნებით, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ვინ ვარ მე და რა არის ჩემი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პრაგმატული ინტერესი. აი ეს არის განმანათლებლობა. და მე მგონი მომწიფდა საქართველოს ამისთვის. მადლობა ზაზა, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.